მე ვარ გონიერიც, ანუ მე უნდა მივხვდე და თუ ვერ მივხვდი, არ გეპატიება თუ ვერ მივხვდი. სისულელე ცოდვა ჯანმრთელ ადამიანს გულისხმობ. სისულელე ცოდვა, უგუნურება ცოდვა, სიბრძნე სათნოება, გესმით? მეცაც გეტყვით, შიშრობა ცოდვა და სიმამაცე სათნოება. ადამიანი თქვის, კარგი, კაი, სისულელე გასაგებია, შიშარა თუ არა რა, არ უნდა იყო, შიშარა ნიშნავს, რომ შენ არ ენდობი ღმერთს, გესმით, ამას ნიშნავს. ანუ შენში გულში ღმერთი არ არის და სიმამაცე სათნოება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ღმერთზე მინდობილი ხარ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი გონიერებით მივხვდეთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და ამ მიხვედრაში თავად ღმერთი გვეხმარება, იმიტომ რომ მან მოგცა ცოდნა რწმენის მიერ და ვიცი კაცო, ვიცი რომ ქრისტე ღმერთია და ეხლა ცოტა გამოფხიზდი და მოუხმე გონებას და შესაბამისი ნაბიჯები გადადგე. ჩვენ ხო არაადეკვატურები ვართ. ჩვენ ქრისტიანები ვართ ძალიან მაგარი არაადეკვატურები. უფალი იმიტომ ამბობს ერთ-ერთ სახარების სიუჟეტში, რომ ამასოფლის ზენი თქვენზე გონიერები არიან. ვიცით რატო ამბობს? ამასოფლის ზენს, რომელსაც ღმერთი არ ასწამს და მარტო თავის ჯერა, ხო, შესაბამისად მოქმედებს. გონიერია. ის ფიქრობ ღმერთი რადგან არ არის, ან თუ ისე წამს სიტყვით, მაგრამ რეალურად მისთვის ღმერთი არ არის, თავის რეალიზებისათვის სწორ ნაბიჯებს დგავს. და შენ რომ იცი რომ ღმერთი არის, ამის შესაბამისად რო არ მოქმედებ. გესმით, ამიტომ ამბობს უფალი შენზე გონიერიაო. ის თავისი რწმენის, თავისი სოფხედელობის შესაბამისად მოქმედებს და შენ ქრისტიანი, რომელმაც იცი რომ ქრისტე ღმერთია და შენთვის მოვიდა, შენ რატომ არ მოქმედებ შენი სოფხედელობის შესაბამისად?